ეშმაკის დორბლი, ხულიო კორტასარი, კითხულობს ნიკო. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა რომ გვისმენთ. ვინ იცის, როგორ აჯობებს ასეთი რამის მოყოლა. პირველ პირში, მეორე პირში, თუ იქნებ მესამე პირში და მრავლობით რიცხვში, ან რაღაც ახალი ფორმების ძიება დავიწყო, რაც არაფრამდე არ მიგვიყვანს. აი, რომ შეიძლებოდეს ითქვას, მე დავინახეთ, როგორ ამოდიოდა მთვარე, ან ჩვენ მტკივა თვალის ფსკერი. განსაკუთრებით კი ეს, შენ ქერა ქალი იყავით, ღრუბლები, რომლებიც მიცურავენ ჩემ, შენ, მის, ჩვენ, თქვენ, მათ თვალწინ. რა სიგიჟეა, კარგი იქნებოდა, სადმე ლუდის დასალევად წავსულიყავი. საბეჭ მანქანას კი თავისით ებეჭდა. მე ხომ საბეჭ მანქანაზე მუშაობ. ძალიან მაგარი იქნებოდა. სულაც არ ვხუმრობ, არაჩვეულებრივი იქნებოდა. რადგან ის, რაც ჩემი სათქმელის მიზეზი გახდა, ისიც მანქანაა. ოღონდ სხვანაირი, კონტაქსი, 1.1.2 და შესაძლოა, ერთმა მანქანამ მეორეს უკეთ გაუგოს, ვიდრე მე, შენ, მან ქერა ქალმა და ღრუბლებმა. მაგრამ ბედი მხოლოდ სისულელეებში მწყალობს და ვიცი, რომ წავიდე, ეს ჩემი რემინგტონი, მაშინვე გაქვავდება. თან ისეთი ორმაგად გაქვავებული გამომეტყველებით, როგორიც მხოლოდ მოძრავ ნივთებს ახასიათებთ უძრაობისას. ასე რომ წერა მაინც მომიწევს და თუ კი გვინდა, რომ მოსაყოლი ქაღალდმა შეინახოს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა დაწეროს. ამიტომ ის, ვინც დაწერს, აჯობებს მე ვიყო, რადგან მკვდარი ვარ და დანარჩენთაგან განსხვავებით საფრთხეს ნაკლები მემუქრება და რადგან როგორც მკვდარი, ახლა მხოლოდ ღრუბლებს ხედავ. შემიძლია ისე მივეცე ფიქრებს, რომ არაფერმა მომაცდინოს. ისევ წერო, რომ ყურადღება არაფერმა გამიფანტოს. და ყურადღების გაუფანტავად გავიხსენო ყველაფერი, რადგან მკვდარი ვარ. უეცრად ეჭმაც კი შემიპყრო. ამ ამბის მოყოლა საერთოდ ღირს თუ არა მეთქი, მაგრამ საკუთარ თავს ყველაფერზე თუ ასე ჩაეკითხები, რასაც ვაკეთებ, რატომ ვაკეთებო, მაგალითად, ვინმეს დასთანხმდები, ვახშამზე და მერე ეჭვი შეგიპყრობს, რატომ დავთანხმდიო, ან როცა ვინმე რამე კარგ ანეკდოტს მოგეყვება, შენ კი მუცელში რაღაც გვრემის მაგვარი გეწყება და იქამდე არ გაგივლის, ვიდრე გვერდით კაბინეტში არ შეხვალ და ვინმეს არ გაუზიარებ. მხოლოდ მაშინ იგრძნობ თავს კარგად და შენ სამუშაო მაგიდას კმაყოფილი უბრუნდები. რამდენადაც ვიცი, ამის ახსნა ჯერ ვერავის მოუხერხებია. ამიტომ იქნებ ჯობდეს ფილოსოფოსობას თავი დავანებო და მოვყვე, რის მოყოლაც მინდა. რადგან როდის იყო ვინმე სუნთქვის ან ფეხსაცმლის ჩაცმის შერცხვენოდა. ესეც ხომ ასეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა თავს რამე განსაკუთრებული დაგატყდება, მაგალითად ფეხსაცმელში ობობა აღმოჩნდება, ან სუნთქვისას შენი ფილტვებიდან დამსხვრეული მინის ხმა ისმის. თანამშრომლებს ან ექიმს ხომ აუცილებლად უნდა გაუზიარო, ხომ ასეა. ექიმო, იცით, როცა ჰაერს ჩავისუნთქავ, ასე რომ მოყოლას წინ არაფერი უდგას და აუცილებლად უნდა მოყვე, რათა მუცლის ეს საზიზღარი გვრემა მოიშორო. და რადგან შევთანხმდით, რომ ეს ამბავი მოსაყოლია, მოდი ეს როგორც წესი და რიგია ისე გავაკეთოთ. პირველ რიგში ამ სახლის კიბეზე დავეშვათ და კვირასთან ნოემბრის 7-თან შევჩერდეთ, რაც ზუსტად 1 თვის წინ იყო. მოკლედ, 5 სართულით ქვემოთ ჩავდივართ და აი, ის კვირა, პარიზის ნოემბრისთვის უჩვეულოდ მზიანი კვირადღე. სწორედ ისეთი, როცა ძალიან გინდა, აქეთ-იქით იხეტიალო, ყველაფერი ათვალიერო, ფოტოსურათები გადაიღო. ვიცი, რომ ყველაზე რთული მოყოლისათვის შესაფერისი ფორმის მოძიებაა
და ამის გამეორებისა არ მეშინია. ყველაზე რთული კი იმიტომაა, რომ შეიძლება გაუგებარი დარჩეს. სინამდვილეში მთხრობელი ვინ არის? მე თუ ის, რაც მოხდა, ან იქნებ ის, რასაც ვხედავ. ვაი თუ უბრალოდ იმ სიმართლეს ვყვები, რომელიც მხოლოდ ჩემი სიმართლეა. მაშინ ხომ იგი ჩემს მუცლის გვრემას ვერ უშველის, ვერც იმ სურვილის დაოკებაში დამეხმარება, რომ გავიქცე და ეს ყველაფერი თავიდან მოვიშორო. დინჯად უნდა დავიწყოთ მოყოლა, რათა ის, რაც მოხდა, გასაგები და ნათელი იყოს. მაგრამ ვაი თუ შემცვალონ, ვაი თუ არ ვიცოდე, რისი თქმა მინდა, ვაი თუ უეცრად ღრუბლები გაქრეს და რაღაც სხვა დაიწყოს. და ამ ყველაფრისგან, ამ თუკის შემდეგ, რა დავწერო, დაწყებული წინადადება როგორ დავასრულო? არა, ამ კითხვებს თუ გავყვები, ვერაფრის მოყოლას ვერ შევძლებ. ამიტომ აჯობებს პირდაპირ მოყოლაზე გადავიდე. და რაც იქნება, იქნება. იქნებ პასუხი თავად გაეცეს კითხვებს, თუნდაც ერთი ვინმესთვის, ვინც ამას წაიკითხავს. რობერტო მიშელი, ნახევრად ფრანგი, ნახევრად ჩილელი მთარგმნელი და თავისუფალ დროს ასევე ფოტოგრაფი. ამა წლის 7 ნოემბერს, კვირა დღეს, მესიე ლე პრენსის ქუჩაზე მდებარე ნომერ 11 სახლიდან გამოვიდა. უკვე 3 კვირა იყო, რაც სანტიაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ხოსე ნორბერტო ალიენდეს მიერ აპელაციებსა და აცილების შესახებ დაწერილი ტრაქტატის ფრანგულ თარგმანზე მუშაობდა. პარიზში ქარი იშვიათად იცის, მით უმეტეს ისეთი, მაშინ გზა ჯვარედინებზე ქარ-ბორბალასავით რომ ტრიალებდა. თითქოს სურდა სახლების ფანჯრებზე ხის ძველი შალუზები შეემტრვია, რომელთა მიღმა გაუცებული ქალბატონები ბჭობდნენ. ამ ბოლო დროს კლიმატი ასე რატომ შეიცვალაო? მაგრამ თან მზეც საოცრად ასხივებდა. ქარს სწრაფად ათვინიერებდა. კატების გასახარად ასე რომ ხელს არაფერი მიშლიდა. სენის სანაპიროზე გამესეირნა. კონსიერჟერისა და სენ შაპელისთვის რამდენიმე ფოტოსურათი გადამეღო. დაახლოებით 10 საათი ხდებოდა. მე კი ვიცოდი, რომ შემოდგომობით სურათების გადასახებად საუკეთესო დრო დილის 11 საათი იყო. დროის გასაყვანად სენ ლუის კუნძულამდე გავისეირნე. შემდეგ კი ანჟუს სანაპიროსკენ გავწიე. ერთხანს ლოზენის სასტუმროს ვუყურე. აპოლინერის რამდენიმე სტრიქონი გავიხსენე. ამ სასტუმროს ყურებისას ყოველთვის რომ მახსენდება ხოლმე. ხოლო როდესაც ქარი უეცრად ჩადგა და მზე თითქმის ორჯერ უფრო გაიზარდა, პარაპეტზე ჩამოვჯექი და კვირადღის ამ დილას თავზარდამცემი ბედნიერება ვიგრძენი. მოცალეობის დროს უამრავ გასართობთა შორის სურათების გადაღება ერთ-ერთი საუკეთესო საქმიანობაა, რაც ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ ხოლმე, რადგან გარკვეული დისციპლინა ამ საქმიანობისთვის აუცილებელი ფაქტორია, ისევე როგორც ესთეტიკური აღზრდა, კარგი თვალი და თავდაჯერებული თითები. არა, იმას არ გულისხმობ, ზოგიერთი რეპორტიორივით პაპარაცობაში დახელომდე, რათა დროულად მოასწრო და ფირზე დაუნინგ სტრიტის 10 ნომრიდან გამოსული რომელიმე განსაკუთრებული პირის სილუეტი აღბეჭდო მეთქი. არა, მაგრამ როდესაც აპარატით დადეხარ, ყოველთვის მზად უნდა იყოს საინტერესო კადრის დასაჭერად და უბრალოდ საცოდაობაა. ბებერ ქვებზე მზისხივის უეცარი და მშვენიერი ანარეკლის გაელვება გაგეპაროს, ან თუნდაც გოგონა, რომელსაც ქარით მას უწეწავს, როდესაც პურით ან რცის ბოთლით ხელში მაღაზიიდან შენ ბრუნდება. მიშელმა კარგად იცოდა, არ იყო ამის გამრიგე, რომ სწორედ ის ვერაგი აპარატი ახვევდა თავს, სამყაროს მისეული ხილვა დაეფიქსირებინა, მაგრამ ამას დრამატულად არ აღიქვამდა. იცოდა, რომ საკმარისი იყო, ქუჩაში უაპარატოდ გასულიყო, რომ უზრუნველი თავისუფლების შეგრძნება მაშინვე დაუბრუნდებოდა. კადრების გარეშე სამყაროსა და 1:250 დიაფრაგმის გარეშე
სინათლის ხედვის უზრუნველი თავისუფლების შეგრძნება. ახლავე შემეცნო მდინარესთან პარაპეტზე მჯდარიყავი. მეც კი რა, როგორ მიუყვებოდნენ მდინარის ტალღებს მეთევზე და შავი და წითელი ნავები და იმაზე არც კი მეფიქრა, რომელი კადრის არჩევა აჯობებდა. ასევე შემეძლო დაუფიქრებლად მიმდობოდი დროის მდინარებას. უბრალოდ მესეირნა და დაე ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც იყო, ჩემს ჩაურევლად. ქარი აღარ უბერავდა. შემდეგ ბურბონის სანაპიროს გავუყევი და კუნძულის იმ კუთხეს მივადექი, სადაც ჩემი მყუდრო და ინტიმური ადგილი მეგულებოდა. ირგვლივ ერთი წყვილისა და ცხადია მტრედების გარდა არავინ მოჩანდა. შეიძლება ერთ-ერთი სწორედ ისაა, ახლა რომ ხედავ. პარაპეტზე ერთი ნახტომით მოვექეცი და სახეც, ყურებიც, ხელებიც მზეს მივუფიცხე. სურათების გადაღების არავითარი სურვილი არ მქონდა და სიგარეტს ისე უბრალოდ უსაქმობის გამო მოუკიდე. იმ ბიჭზე მზე რა მგონი პირველად სწორედ მაშინ შევაჩერე, როცა სიგარეტს უკიდებდი. ისინი, ვინც პირველად შეყვარებული წყვილი მეგონა, დედაშვილს უფრო ჰგავდნენ, თუმცა მაინც მივხვდი, რომ დედაშვილი კი არა სწორედ რომ წყვილი იყო იმ გაგებით, რომლითაც წყვილს ვგულისხმობთ ხოლმე. როდესაც ორნი, ქალი და კაცი, პარაპეტზე ერთმანეთს არიან მიკრულნი, ან ბაღის ძელსკამზე ხელი-ხელ გადახოულების ხედან ხოლმე. რადგან საქმე არაფერი მქონდა, ჩემს თავს კითხე, ეს ბიჭი ასე განერვიულებული რატომ ჩანს მეთქი. თითქოს კვიციან ბაჭია ყოფილიყოს. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ხან ერთ ხელს იღებდა ჯიბიდან, ხან მეორეს, ხან თითებს თმაზე ისვამდა, ხან დგებოდა, ხან ჯდებოდა. ასე რატომ ეშინოდა, არა და შიში იკვეთებოდა მის ყოველ მოძრაობაში და ამ შიშს სირცხოლის განცდა ახშობდა. თითქოს მზად არის უკან დაიხიოს და უკან მოუხედავად გაიქცეს, მაგრამ შესაბრალისაც ცდილობს, როგორმე ღირსება შეინარჩუნოს და ამიტომ თავს იკავებსო. ეს ყველაფერი ისეთი აშკარა იყო. ჩემგან სულ რაღაც 5 მეტრში ხდებოდა და კუნძულის ამ კუთხეში ჩვენ გარდა არავინ ჭაჭანებდა, რომ თავიდან ბიჭის შეშინებულმა მზერამ არ მომცა საშუალება ის ქერა ქალით შეროვნად გამერჩია. ახლა კი როცა დაუფიქრდი, უკეთ შევათვალიერე, ვიდრე იმ წუთში, როცა პირველად წავიკითხე, რაც სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი. ბუნდოვნად სწორედ მაშინ მივხვდი, აქ რა ამბავიც ტრიალებდა. ბიჭი რა დღეში იყო და საკუთარ თავს ვუთხარი, თვალი არ მოაშორო, ყურებად ღირს მეთქი. თუ რამე შემიძლია, ეს ყურებაა. თუმცა დანახულმაც კი შეიძლება შეგაცდინოს, რადგან დანახვა შენი საკუთარი მეს საზღვრებიდან გასვლას ნიშნავს და არავითარი გარანტია არ გაგაჩნია, რომ სწორედ ის აღიქვას შენმა მხედველობამ, რაც სინამდვილეში ხდება. აიყნოსვა კი სულ სხვა რამაა. ან ასეა თუ ისე, თუ კი იმას არ დავივიწყებთ, რომ თვალი დანახული შეიძლება მცდარი იყოს, მაშინ ყურება შესაძლებელია. მთავარია საკუთარ თავს აუხსნა, როდის რას უყურებ და ხვდები, როგორ ჩამოაშორო დანახულს უსარგებლო საბურველი. ცხადია ეს ყველაფერი არ არის ადვილი. დანახულზე შთაბეჭდილება უფრო ადრე შემექმნა, ვიდრე ბიჭის ნამდვილ გარეგნობას აღვიქვამდი. ქალს რაც შეეხება, მისი გარეგნობა უფრო უკეთ დამამახსოვრდა, ვიდრე მისი ნახვისგან მიღებული შთაბეჭდილება. გამხდარი და ტანადი რომ თქვა, მაინც არასწორი დახასიათება იქნება მისი სხეულისა. შავი ბეწვის პალტო ეცვა, თითქმის კოჭებამდე, თითქმის ლამაზი. დილის ქარის ონავრობა, ქერა თმაზე ეტყობოდა, ეს თმა თეთრ და მოღუშულ სახეზე ეფინებოდა. კიდევ ორი არასწორი სიტყვა მის დასახასიათებლად და ამ აწეწელ თმაში ორი შავი თვალი ბზინავდა, რომელთა წინაშე მთელი სამყარო ფეხზე დადგებოდა. თავს სულის შემძვრელად მარტოსულად იგრძნობდა. თითქოს თვალები კი არა, მსხვერპლისკენ შურდულივით გაქანებული ორი ძერა. სიცარიელეში ორი ნახტომი, ან მწვანე ჭაობის ორი ავის მომასწავლებელი გამონათება ყოფილიყოს. არაფერს აღვწერ, უბრალოდ ვცდილობ
უკეთ გავერკვე, გონი მწვანე ჭაობის გამონათება უკვე ვთქვი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიჭი საკმაოდ კარგად იყო ჩაცმული და ყვითელი ხელთათმანებიც კი ეკეთა. შემეძლო დამეფიცა, რომ ეს ხელთათმანები უფროსიც მისგან ითხოვა, რომელიც იურიდიულ ან სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა. სასაცილო სანახავი იყო, როგორ ჰქონდა ამოჭრილი ხელთათმანების თითები ქურთუკის ჯიბიდან. სახე კარგახანს ვერ დავუნახე. მხოლოდ პროფილი, ისიც ოდნავ და ბუნდოვნად, მაგრამ სულელს არ ჰგავდა. დამრთხალ ბარტყს უფრო მივამსგავსებდი. ფრაპილიპოს ანგელოზს, რძის ფლავს. დავხედავდი მოზარდის ზურგს, რომელიც მზად იყო, ციუდოს რომელიმე ილეთი გამოეყენებინა და რომელიც მაღალი იდეალებისა ან დაიკოს გამო უკვე 1-2 ნაჩხუბარი უნდა ყოფილიყო. 14-15 წლის იქნებოდა. როგორც ჩანს, მშობლები აცმევდნენ და აჭმევდნენ. ჯიბეში კი 1 ცენტავოც არ უჭყაოდა და ალბათ მეგობრებთან დიდხანს ბჭობდა ხოლმე. ფინჯანი ყავა, 1 სირჩა კონიაკი, ან 1 კოლოფი სიგარეტი, რამდენი დაუჭდებოდა. ალბათ ქუჩებში დაეხედებოდა და თავის თანაკლასელ გოგოებზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, რა კარგი იქნება კინოში წავიდე და ახალი ფილმი ვნახო, ან ახალი რომანი, ჰალსტუხი, ან მწვანე და თეთრიარლიყიანი 1 ბოთლი ლიქიორი ვიყიდო. სახლში ნელა იმართლებოდა. დრო იმის სწავლებაში, თუ დედის იმედი როგორ უნდა გაემართლებინა, მამისთვის როგორ უნდა მიებაძა. ავინიონელ დეიდასთან წერილის მიწერა როგორ არ უნდა დავიწყებოდა. ამიტომაც იყო ქუჩაში ამდენს რომ დადიოდა. მთელი მდინარე მის განკარგულებაში იყო. 15 წლის ბიჭისთვის იდუმალი ქალაქი, სადაც ყველა კარს თავისი ნიშანი ჰქონდა. ყველა ქუჩას თავისი აჯაგრული კატა ჰყავდა, სადაც შემწვარი კარტოფილის 1 ულუფა 30 ფრანკი ღირდა, სადაც შეიძლებოდა უეცრად 4-ხად გაკეცილ პორნოგრაფიულ ჟურნალს გადასხდომოდა, სადაც მარტოობა სუფებდა, როგორც ჯიბეში სიცარიელე. ბედნიერი შეხვედრები, ტოლვა ამდენი შეუცნობლისკენ, რომელიც ყოვლის მომცველი სიყვარულით იყო გასხივოსნებული, თავისუფლების შეგრძნებით და ეს შეგრძნება ქარსა და ქუჩების უსასრულობას მიაგავდა. აი ასეც ვხედავდი ამ ბიჭის ცხოვრებას და ნებისმიერი მისი თანატოლის ცხოვრებასაც, მაგრამ აქ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა, რაც ინტერესს იწვევდა და ამის მიზეზი ის ქერათმიანი ქალი იყო, რომელიც ბიჭს გვერდით ედგა და გაუთავებლად რაღაცას ეუბნებოდა. ცხადია, ბევრი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის გამოცნობას, რამდენიმე წუთით ან ყველაზე მეტი, ნახევარი საათით ადრე, აქ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, ეს ბიჭი ასე რომ აეხელვებინა. როგორც ჩანს, აქ ამ კუთხეში აღმოჩნდა, ქალი დაინახა და მოეწონა. ქალს ეს არ გაუკვირდებოდა, რადგან ის სწორედ ამას ელოდებოდა, მაგრამ შესაძლოა, ბიჭი აქ ისე დროს მოვიდა, როცა ქალი ჯერ არ ჩანდა, მაგრამ ქალმა აივნიდან ან მანქანიდან დაინახა და მისკენ გამოემართა. შეეძლო ნებისმიერ თემაზე გამოლაპარაკებოდა, დარწმუნებული იმაში, რომ თავიდან ბიჭი შეკრთებოდა და გაქცევაზეც კი დაიწყებდა ფიქრს, მაგრამ ბუნებრივია, მაინც დარჩებოდა, თავს გამოცდილ კაცად ან თავგადასავლის მაძიებლადაც კი მოაჩვენებდა. დანარჩენის მიხვედრა უკვე ადვილი იყო, რადგან ჩემგან სულ 5 მეტრში ხდებოდა და ნებისმიერი შეამჩნევდა ამ თამაშის ეტაპები როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს. ღიმილის მომგვრელ ამ უთანასწორო ბრძოლაში მთავარი სიამოვნება თავად სანახაობა კი არა ის იყო, ეს ყველაფერი რით დამთავრდებოდა. ბიჭი ალბათ ბოლოს გადაუდებელ შეხვედრას მოიმიზეზებდა, ან რაიმე სასწრაფო საქმეს და დაბნეული და შეწუხებული დატოვებდა აქაურობას. ცხადია, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ და მას ბოლომდე, სანამ თვალს არ მიეფარებოდა, ქალის დამცინავი და ურცხვი მზერა გააცილებდა. ან შესაძლოა, არც წასულიყო, დარჩენილიყო, მოხიბლული, ან სიმორცხვის გამო, გაქცევისთვისაც კი არ ყოფნოდა ძალა. ქალი მაშინ სახეზე ალერსს დაუწყებდა
თმაში თითებს შეუცურებდა, უხმო საუბარზე გადავიდოდა, შემდეგ კი მკლავს გაუყრიდა და თან წაიყვანდა. თუმცა ვინ იცის, შეიძლება ბიჭის დაბნეულობას სურვილმა სძლიოს, სასიყვარულო ავანტიურას აღყვეს, წელზე ხელი შემოხვიოს და კოცნა დაუწყოს. ეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ჯერ არ ხდებოდა. პარაპეტზე შემომჯდარი მიშელიც ბიწიერად ელოდა და თან თავის და უნებურად ფოტოაპარატს ამზადებდა, რათა წარმტაცი კადრი არ გამორჩენოდა, რათა თავის დროზე აღებეჭდა კუნძულის კიდეზე როგორ შესცქეროდნენ ერთმანეთს და როგორ საუბრობდა ეს სრულიად განსხვავებული წყვილი. საინტერესო ის იყო, რომ ეს სანახაობა რაღაც შემაშფოთებელ შეგრძნებას მაინც ბადებდა. გავიფიქრე, ალბათ საქმე ჩემშია მეთქი, ხოლო ფოტოსურათი თუ კი კარგი გამოვა, შეშფოთების მიზეზის პასუხს თავად მომცემდა. კარგი იქნებოდა გამეგო, რა ამოძრავებდა ცისფერ შლაპიან კაცს, რომელიც სანაპიროზე გაჩერებული მანქანის საჭესთან იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ან ეძინა, ის კაცი სწორედ ახლა შევამჩნიე, რადგან გაჩერებულ მანქანებში ადამიანები ფაქტობრივად უხილავები რჩებიან ხოლმე. უბრალოდ იკარგებიან საცოდავ პირად გალიაში, რომელსაც აღარ გააჩნია ის სილამაზე, საფრთხე და მოძრაობა რომ ანიჭებს. მიუხედავად ამისა, ის მანქანა აქ მთელი ამ ხნის მანძილზე იდგა და თითქოს ამ სცენის კომპოზიციას სრულყოფილს ხდიდა. ამ პირიქით შეიძლება არ ღვივდა კიდეც. სიტყვა მანქანას რომ წარმოთქვამ, ხომ იგივეა ლამპიონი ან ბაღში დადგმული ძელსკამი რომ ახსენო. მაგრამ მას ვერასოდეს დააყენებ ისეთი სიტყვების გვერდით, როგორიც ქარი, მზისხივი, ანუ ისეთი მატერიებია, რომლებიც რაღაცით კანისა და თვალისთვის ყოველთვის რაღაც სიახლეს გულისხმობს. ასევე არიან ბიჭიც და ქალიც, რომლებიც აქ იმიტომ დგანან, რომ ამ კუნძულს რაღაც სხვა ელფერი შესწინონ, რომ მე ეს კუნძული სრულიად სხვანაირი დავინახო. თუმცა შეიძლება ისიც დაუშვათ, რომ გაზეთში ცხორჩარგული მამაკაცი სწორედ ამ წყვილს უთვალთვალებს და ისიც შემსავით რაღაც ცუდის მოლოდინშია. აი ქალი ოდნავ შემობრუნდა და ისე დადგა, რომ ბიჭი მასა და პარაპეტს შორის აღმოჩნდა. ახლა ორივეს ლამის პროფილით ვხედავდი. ბიჭი უფრო მაღალი იყო, ოდნავ, მაგრამ მაინც მაღალი. მიუხედავად ამისა, ქალი უფრო დიდი ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს ბიჭს ზემოდანაც კი დასკეროდა. მხოლოდ თავისი არსებობითაც კი ჯაბნიდა, თავისი ღიმილით, ჰაერში ხელის მოძრაობით. რაღაც უნდა დავლოდებოდი. დიაფრაგმა უკვე 16-ზე იყო გახსნილი. კადრს ისე დავაყენებდი, რომ ის საშინელი შავი მანქანა არ გამოჩენილიყო. სამაგიეროდ ის ხე აუცილებლად მჭირდებოდა, რათა მეტისმეტად რუხი ფონი როგორმე გამომეცოცხლებინა. აპარატი თვალებთან მივიტანე. ისეთი სახე მივიღე, თითქოს ობიექტივი ისე მქონდა მიშვერილი, რომ ისინი არ ჩანდნენ და გადასაღებად მოვემზადე. დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად დავიჭერდი ისეთ ჟესტსა და კადრს, რომელიც ამ სცენის არსს განმიმარტავდა, რადგან ვიცოდი, სიცოცხლე მოძრაობით დასტურდება, მაგრამ უძრავ სახებაში ქრება, თუ კი დროს არად ვაგდებთ და ვერ ვასწრებთ მისი მთავარი, თითქმის მოუხელთებელი გაელვება დავიჭიროთ. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ქალი თავდაჯერებულად მიიწევდა წინ დასახული მიზნისაკენ, რათა ნაზად და ალერსით ნელ-ნელა გამოეცალა ბიჭისათვის ნებისყოფის ბოლო ნარჩენები და მისი ამ ხანგრძლივი ტანჯვისათვის ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღო. ამ სცენის შესაძლო ვარიანტები უკვე წარმოდგენილი მქონდა. ალბათ ბიჭს ძალიან დაბნეული სახე ექნებოდა, რადგან აქამდე უდარდელ, ყოვლის მნახულ ბიჭს განასახიერებდა და ამით ცდილობდა თავისი სასოწარკვეთილებამდე მისული უხერხულობა დაემალა. თვალდახუჭულმა თუ კი თვალები მართლაც დახუჭული მქონდა, წარმოვიდგინე, როგორ განვითარდებოდა ეს სცენა. დაცინვა ნარევი კოცნა, როგორ რბილად იშორებს ქალი ბიჭის ხელებს, ის კი ისე ცდილობს გახადოს, როგორც სასიყვარულო რომანებშია.
ლილისფერ გადასაფარებლიან ლოგინზე და პირიქით თავად აიძულებს გაიხადოს. ახლა ნათურის ყვითელი სინათლის ქვეშ მართლაც დედა შვილს გვანან და ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ახლაც ისე დასრულდება. ან შეიძლება სრულიად სხვაგვარად განვითარდეს და მოზარდის დაკავების აქტი არც შედგეს. შეიძლება ამის საშუალება არც ყოფილიყო. მეტისმეტად ხანგრძლივი პროლოგი, გამალებული ალერსი და შეუჩვეველი ხელების ზედმეტი მოძრაობები. ვინ იცის, როგორ დაასრულებდნენ ამ სცენას. ცალმხრივი და დამცხრალი კმაყოფილებით თუ ბიჭის შეცდენის ასე ოსტატურად ჩატარებული ოპერაციისა და მისი საბრალო უმანკოების შერცხვენის შემდეგ მედიდური მოგერიებით. შესაძლოა ასეც მომხდარიყო. სავსებით შესაძლებელია. ქალს ამ ბიჭის სახით საყვარელი არ სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მასზე ძალაუფლების მოპოვების შემდეგ მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. თუ კი ეს მისი მხრიდან სასტიკი თამაში არ იყო, სადაც სურვილის დაკმაყოფილება არაფერ შუაშია და სადაც ეს ბიჭი მხოლოდ სხვისთვის, მის გასახელებლად იყო გამოყენებული, სრულიად სხვისთვის, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ეს ბიჭი ყოფილიყო. მიშელი ლიტერატურასა და არარეალური სიუჟეტების მოფიქრებაში ძლიერი იყო. ოღონდ კი რამე განსაკუთრებული მოეფიქრებინა და მეტი არაფერი უნდოდა. უცნაური გმირებით, თავად ურჩხულებითაც კი, რომლებიც ყოველთვის საზიზღრების შეიძლება არც ყოფილიყვნენ. ეს ქალი კი წარმოსახვის სურვილს ნამდვილად აღძრავდა. ისეთი წარმოსახვის, რომელიც შეიძლებოდა სიმართლის დადგენაში გასაღებადაც გამოსდგომოდა. იმის შიშით, რომ შეიძლებოდა წასულიყო. მაშინ ხომ კარგა ხნით ჩამებეჭდებოდა მეხსიერებაში და ჩემს ფიქრებს მთლიანად დაეუფლებოდა, რადგან ასეთი თვისება მაქვს, გადავწყვიტე ერთი წამიც აღარ დამეკარგა. კადრი სწორად დავაყენე და სურათი გადავიღე. დროზე მოვასწარი, რადგან მივხვდი, რომ ისინიც მიხვდნენ და მე მიყურებდნენ. ბიჭი გაოცებული, სახეზე კითხვა რომ აღბეჭდოდა, ქალი გაღიზიანებული. მტრულადაც კი, რაც მის მთელ სხეულსა და სახეზე იხატებოდა, რადგან მისი სხეულიც და სახეც უსინდისოდ მოვიპარე და პატარა ქიმიური ფირის სამუდამო ტყვედ ვაქციე. შემეძლო ეს ამბავი უფრო დეტალურად მომეყოლა, მაგრამ არ ღირს. ქალმა განმიცხადა, არავის აქვს უფლება დაუკითხავად ვინმე სურათი გადაუღოს და მომთხოვა ფირი მისთვის გადამეცა. ხმა მშრალი და მკვეთრი ჰქონდა, კარგი პარიზული აქცენტით ლაპარაკობდა. ყოველ წინადადებას უფრო მეტ შეფერილობას სცენდა და რეგისტრში მაღდებოდა. ჩემთვის ბოლოს და ბოლოს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მივცემდი ამ ფირს თუ არა, მაგრამ ვინც მიცნობს და მიდასტურებს, რომ ჩემთან მხოლოდ ტკბილი საუბრი თუ გახდება რამეს. ამიტომ ჩემი აზრი მას შემდეგნაირად ჩამოუყალიბე. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სურათების გადაღება აკრძალული არ არის. პირიქით, წახალისებულიცაა, როგორც ოფიციალური, ასევე კერძო პირებისთვის მეთქი. და სანამ ამას ვამბობდი, ბოროტად ვტკბებოდი იმით, რომ ბიჭი შეუმჩნევლად უკან იხევდა. თითქოს არც კი ინძრევაო. საწყალს ალბათ ეჩვენებოდა, რომ ღირსეულად ტოვებდა იქაურობას. სინამდვილეში კი თავქუდ მოკლეჭილი გარბოდა. მანქანას გვერდით ჩაურბინა და ისე გაქრა, როგორც დილის ჰაერში ქრებიან ხოლმე ღვთისმშობლის ძაფები. მაგრამ ღვთისმშობლის ძაფებს ეშმაკის დორბლსაც ხომ ეძახიან და მიშელს თავს ყველაზე საშინელი წყევლა დაატყდა. სულ იდიოტი და არამკითხე ეძახეს, თუმცა თავი ვაშკაცურად ეჭირა. მთელამ მარტივ ლანძღვას სრდილი ღიმილით, თავის მსუბუქი დახრითა და მოძრაობით იტანდა. როდესაც ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი უკვე ბეზრდებოდა, გავიგონე, მანქანის კარი როგორ გაჯახუნდა. მანქანასთან ცისფერ შლაპიანი კაცი იდგა და ჩვენ გვიყურებდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ამ კომედიაში მოქმედი პირი ისიც იყო. კაცი ჩემკენ დაიძრა. ხელში კვლავ გაზეთი ეჭირა, რომელსაც თითქოს მანქანაში კითხულობდა. განსაკუთრებით მისი სახის გამომეტყველება
და მომახსოვრდა. პირი გვერდზე მოხსეოდა, სახე ნაოჭებით დაფარვოდა და სახის მოყვანილობას უცვლიდა. რადგან კაცს ტუჩები გამუდმებით უსახსახებდა და ეს გრიმასა ტუჩს ხან მარცხენა, ხან მარჯვენა მხარეს უხრიდა. თითქოს რაღაც ცალკე ცოცხალი არსება ყოფილიყოს, რომელიც პატრონის ნებას არ ემორჩილებოდა. დანარჩენი ყველაფერი უმოძრაოდ ჰქონდა, თეთრად შეფეთქილი ჯამბაზის სახესავით. სისხლის ნატამალი რომ არ გააჩნია. სახის კანი გამომშრალი და ჩამომჭკნარი, ღრმად ჩამჯდარი თვალებით, ნესტოები კი მეტისმეტად გახსნილი და შავი, წარბებზე შავი, თმაზე შავი და შავ ჰალსტუხზე შავიც კი. ისე ფრთხილად მოაბიჯებდა, თითქოს ქვაფენილზე ფეხის დადგმა აუტანელ ტკივილს აყენებსო. როგორც შემნიშნე, ძალიან თხელ-ლანჩიანი ლაქის ფეხსაცმელები ეცვა და როგორც ჩანს, უბრალო, უწყინარი კენჭისგანაც კი ვერ იცავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პარაპეტიდან ჩამოვხდი. არც ის ვიცი, რამ გადამაწყვეტი ნამტკიცედ, ფირი არ მიმეცა და არაფერი დამეთმო იმ მომთხოვნი ტონისთვის, რომელშიც შიში და ლაჩრობა გამოსჭვიოდა. ჯამბაზი და ქალი ერთმანეთს უსიტყვოდ უთანხმდებოდნენ. აუტანელ სწორკუთხა სამკუთხედს ვქმნიდით, რაღაც ისეც, რომელიც დიდი ზრიალით უნდა დაშლილიყო. სახეში შევცინე და წასვლა გადაუწყვიტე. იმედია იმ ბიძზე უფრო ნელი ნაბიჯებით. პირველ სახლებთან მისული რკინის ხიდთან შევდექი და უკან მოვიხედე. არ იმძრეოდნენ, მაგრამ კაცს გაზეთი ძირს დავარდნოდა, ქალი კი პარაპეტს ზურგით მიყუდებული, ქვასხელს გაუცნობიერებლად უსვამდა. კლასიკური სულელური ჟესტია, როდესაც ცდილობ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვო. ყველაფერი დანარჩენი აქ, თითქმის ახლავე მოხდა, მეხუთე სართულის ბინაში. რამდენიმე დღე გავიდა, ვიდრე მიშელი კვირადღეს გადაღებულ ფირს გაამჟღავნებდა. კონსიერჟერი და სენტ შაპელის სავსებით ნორმალური გამოვიდა. 2-3 უკვე მივიწყებული კადრიც იპოვა. საზოგადოებრივი ტუალეტის სახურავზე სასწაულებრივად ამძვრალი კატის კადრი აშკარად წარუმატებელი გამოდგა და აი, ქერა ქალისა და მოზარდის კადრი გამოჩნდა. ნეგატივი ისეთი საუცხოო იყო, რომ ფოტო მაშინვე გაადიდა. გადიდებული ფოტოსურათი ისე მოეწონა, რომ კიდევ უფრო გაადიდა. თითქმის თეატრალური αφიშის ზომამდე. მაშინ თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ ამდენ წვალებად მხოლოდ კონსიერჟერის ფოტოები ღირდა. მთელი ამ ფირიდან რატომღაც მხოლოდ ის წამიერი ფოტო აინტერესებდა. კუნძულის კიდეზე რომ გადაიღო. უზარმაზარი სურათი კედელზე გააკრა და როდესაც პირველ დღეს შესკეროდა, ნანახს იხსენებდა და ამ მოგონებისა და სამუდამოდ დაკარგული რეალობის შედარების მელანქოლიური პროცესით ტკბებოდა. ყოველი ფოტოსურათი ხომ გაქოაობული მოგონებაა, რომელსაც თითქოს არაფერი აკლია. არაფერია დაკარგული, მაგრამ სწორედ ეს არაფერია მთავარი ამ ფოტოსურათში. აქ იყო ქალიც, აი ბიჭიც, მათ თავზე გაქოაობული ხეც, ცა პარაპეტის ქვებით მკვეთრი, ღრუბლები და ქვები, რომლებიც ერთიან განუყოფელ სუბსტანციად ქცეულან ამ ფოტოზე. პირველ 2 დღეს თავად სურათიც და ისიც, რომ ასე გავადიდე და კედელზე გავაკარი, მომწონდა და აზრადაც არ მომსვლია, საკუთარი თავისთვის მეკითხა, რატომ წყვეტდი გამუდმებით ხოსე ნორბერტო ალიენდეს ტრაქტატის თარგმანს, რათა ქალის სახის პარაპეტის მუქი ლაქებისთვის კიდევ ერთხელ შემევლო თვალი. პირველმა აღმოჩენამ გამაოგნებელი ეფექტი გამოიწვია. ეს თავში აზრად აქამდე როგორ არ მომივიდა. როდესაც ფოტოსურათს პირდაპირ ვუყურებთ, თვალები ობიექტივის პოზიციაშია და მის ხედვას ზუსტად იმეორებს. იმდენად აშკარა ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანები ამაზე არც კი დაფიქრდებიან ხოლმე. საძერი მაგიდიდან საბეჭ მანქანასთან მჯდომარე ჩემგან 3 მეტრში გაკრულ ფოტოსურათს შევუყურებდი და უეცრად მივხვდი, რომ ახლა სწორედ ისეთ წერტილში ვიმყოფებოდი, როგორშიც გადაღების დროს ობიექტივი იყო. წიგნი არის დასპიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ძალიანაც კარგი,
ასე ბევრად უკეთ შეიძლება ფოტოსურათის შეფასება. თუმცა, თუ დიაგონალურად შევხედავთ, შეიძლება სხვა უპირატესობები და ახალი აღმოჩენებიც კი მოვიძიოთ. რამდენიმე წუთში ერთხელ, როდესაც ხოსე ნორბერტო ალიენდეს ესპანურად ნათქვამის კარგი ფრანგულით ფურცელზე გადატანას ვახერხებდი. თვალებს ზემოთ ვწევდი და ფოტოსურათს შევცქეროდი. ხან ქალის სახე მაინტერესებდა, ხან ბიჭის, ხან ქვაფენილი, ხმელი ფოთლებიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და კუთხეს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. მუშაობით დაღლილი, ფიქრით კვლავ იმ დილაზე გადავდიოდი. ფოტოსურათზე რომ იყო აღბეჭდილი, ირონიული ღიმილით ვიხსენებდი ქალის გაბრაზებულ სახეს. სურათის გადაღების გამო რომ მეჩხუბებოდა ბიჭის პათეთიკურ და სასაცილო გაქცევას, ხანამ სცენაში თეთრსახიანი მამაკაცის შემოსვლას და გულის სიღრმეში საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. მართალია, სცენის დატოვება მთლად ბრწყინვალედ ვერ მოვახერხე. ფრანგებს ხომ შვევიათ შესაბამისი პასუხი დროზე მოიფიქრონ და სიტუაციიდან იოლად გამოვიდნენ. არ მესმოდა, მაშინვე რატომ წამოვედი და ჩემი უპირატესობები და ადამიანის უფლებები რატომ არ გამოვიყენე. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ბიჭს დროზე გაქცევის საშუალება მივეცი. ჩემმა აშკარად მეტიჩრულმა ჩარევამ მისცა შანსი ბოლოს და ბოლოს შემთხვევით ესარგებლა და თავისი შიში თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ალბათ ახლა ნანობს, რცხვენია კიდეც, რომ სულ მოკლეობა გამოიჩინა. თუმცა ასე ჯობდა, ვიდრე იმ ქალთან დარჩენილიყო, რომელსაც ისე შეეძლო ყურება, როგორც ბიჭს იმ კუნძულზე უყურებდა. მიშელში დროდადრო პურიტანული სული იღვიძებს და მიაჩნია, რომ უმსგავსობას ადამიანი ძალით არ უნდა აზიარო. ბოლოს და ბოლოს ამ ფოტოსურათმა კეთილი საქმე გააკეთა. მაგრამ ეს კეთილი საქმე არ იყო იმის მიზეზი, რის გამოც აბზაცსა და აბზაცს შორის ფოტოსურათს ვაშტერდებოდი. მაშინ არც კი ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი და საერთოდ ამ ხელა სურათი კედელზე რატომ გავაკარი. შესაძლოა ცხოვრებაში საბედისწერო შემთხვევების დროს სწორედ ასე ხდება ხოლმე. ან ეს არის მათი შესრულების აუცილებელი პირობა. როგორც ჩანს, ხის ფოთლების ოდნავ შესამჩნევ ცახცახს არ ავუხელვები ვარ, რადგან დაწყებული წინადადება განვაგრძე და წარმატებითაც დავასრულე. ჩვენი ჩვევები ხომ დიდ ჰერბარიუმს გავს. ეს უზარმაზარი ფორმატი კი 80-60-ზე უკვე კინოეკრანს მომაგონებს, სადაც გადის ფილმი კუნძულის განაპირას ქალი ბიჭს როგორ ესაუბრება და მათ ზემოთ ხის ხმელი ფოთლები როგორ შრიალებენ. მაგრამ ხელები უკვე მეტისმეტი იყო. ვამთავრებდი ფრაზას. ამრიგად მეორე ახსნა იმალება სირთულეების შინაგან ბუნებაში, რომელთაც საზოგადოება, როცა უეცრად შევნიშნე, ქალის ხელი ნელ-ნელა მუშტად როგორ იკვრებოდა. ჩემგან აღარაფერი დარჩა. წინადადება, რომელსაც დასრულება არ ეწერა, საბეჭდი მანქანა, რომელიც ძირს ეგდო, სკამი, რომელიც დაჯახების გამო აჭრაჭუნდა, ყველაფერი ბურუსში ჩაიძირა. ბიჭს თავზე ხელები აეფარებინა, როგორც მოკრივეები აკეთებენ ხოლმე, როდესაც ძალა გამოეცლებათ და მოწინააღმდეგის მორიგ დარტყმას ელოდებიან. ქურთუკით საყელო აწეული ჰქონდა და ახლა ტუსახს უფრო ჰგავდა. იდეალურ მსხვერპლს, რომელიც კატასტროფას თავადვე უწყობს ხელს. ახლა ქალი მას უკვე ყურში ეჩურჩულებოდა, თითები გასწორებოდა. ნელა და აუჩქარებლად. წველად ეალერსებოდნენ ეს თითები ბიჭის ლოყას. ბიჭი მას შეშინებულზე მეტად დაძაბულად უსმენდა. რამდენჯერმე მიშელისკენაც გამოიხედა. ქალი კი არ ჩუმდებოდა და გამუდმებით რაღაცას ეუბნებოდა, უხსნიდა, აიძულებდა, იქით გაეხედა, საითაც. მიშელმა ძალიან კარგად იცოდა, საითაც, სადაც ის მანქანა იდგა, რომელშიც ცისფერ შლაპიანი კაცი იჯდა და რომელიც კადრიდან ასე ოსტატურად მოაშორა. მაგრამ ბიჭის თვალებში მაინც ირეკლებოდა და ქალის სიტყვებით, მისი ხელების მოძრაობით, აშკარა იყო, რომ იგი აქ მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. შემდეგ, როდესაც დავინახე, როგორ მივიდა ეს კაცი მათთან,
როგორ შეხედა მათ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა, როგორ აღბეჭდოდა სახეზე მოუთმენლობა და მომთხოვნელობა და ამ გამომეტყველებით ბატონს გავდა, რომელიც სადაცაა ბაღში მორბენალ ძალს დაუსტვენს. მიუხვდი, თუ კი შეიძლება საერთოდ ამის მიხვედრა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ შორის, რა უნდა მომხდარიყო მათ შორის და რა მოხდებოდა აუცილებლად. სრულიად შემთხვევით იქ რომ არ აღმოჩენილიყავი და სრულიად გულუბრყვილოდ არ შემეშალა ხელი იმისთვის, რაც იქ მზადდებოდა და რაც მაინც მოხდებოდა. შეიძლება უკვე ახლაც ხდება. ის, რასაც მე წარმოვიდგენდი, რეალობაზე გაცილებით უწყინარი იყო. ქალი იქ თავისით არ მისულა. ბიჭისთვის საკუთარი თავი არ შეუთავაზებია. ლოყაზე არც იმიტომ ეალერსებოდა, რომ ეს აბურძგნილთმიანი ანგელოზი თავისთან წაეყვანა და მისი მოუთმენლობითა და სიმორცხვით დამდგმარიყო. ამ სიტუაციის ნამდვილი ბატონი მანქანაში იჯდა, ბილწად მოღიმარი, იცდიდა და დარწმუნებული იყო, რომ გაუმართლებდა. პირველი შემთხვევა როდი იყო, როცა ქალს უშვებდა, რათა ალერსითა და მოტყუებით ასეთი ბიჭები ჩაეგდო ხელში. შემდეგ კი ყველაფერი მარტივზე მარტივად მოგვარდებოდა. მანქანა რომელიმე სახლი, სასმელი ეროტიკული სურათები, ნაგვიანევი ცრემლები და ჯოჯოხეთური გამოფხიზლება. მე კი ვერაფერს გავაწყობდი, მერე საერთოდ ვერაფერს გავაწყობდი. ჩემი ძალა მხოლოდ ეს ფოტოსურათი იყო. ახლა იგი ჩემ წინაა და შურისძიების მიზნით დაუფარავად მიჩვენებენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. სურათი უკვე გადაღებულია, მას მერე დროა გასული და ასე შორს ვართ ერთმანეთისაგან. ბიჭი ალბათ უკვე შეცდენილია, ცრემლები დაღვრილია, მე კი მხოლოდ ეს მწარე ფიქრები დამრჩენია. ყველაფერი თავდაყირად გება. ისინი ცოცხლები არიან, მოძრაობენ, გადაწყვეტილებებს იღებენ და ამ გადაწყვეტილებებს ასრულებენ. მე კი აქეთ ამ მხარეს, სხვა დროის ტუსაღი ვარ. მეხუთე სართულზე მდებარე ბინის ტუსაღი, რომელმაც არც კი იცის, ვინ არის ეს ქალი, ეს კაცი, ეს ბავშვი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კამერის ლინზა ვარ. რაღაც უძრავი, რომელსაც არაფერში ჩარევა არ შეუძლია. სახეში საზიზღრად შემომხარხარებენ, დამცინიან, ჩემს უძლურებას მასხრად იგდებენ, რადგან ყველაფერს ვხედავ, მაგრამ არაფერი არ შემიძლია. ვხედავდი, როგორ უყურებდა ბიჭი ჯამბაზის თეთრად შეფეთქილ სახეს და ვხვდებოდი, რომ დათანხმდებოდა, ან ფულით, ან უბრალოდ მოტყუებით დაითანხმებდნენ. ვიცოდი, რომ ახლა ვერ დავუყვირებდი, გაიქეცი მეთქი, ან უბრალოდ ვერც ახალი სურათის გადაღებით გავუადვილებდი გაქცევას. იმ მცირედითაც კი ვერ ამოუდგებოდი მხარში, რაც ამ აპარატის გაჩხაკუნებაა და ერთი ხელის მოსმით ვერ დავანგრევდი იმ ხარაჩოებს, რომლებიც სუნამო სუნითა და დორბლით იყო აგებული. ყველაფერი იქ მეორე მხარეს ახლავე გადაწყდებოდა. ირგვლივ უზარმაზარი მდუმარება ჩამოწოლილიყო, რასაც რეალურ მდუმარებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. იქ ის რაღაც ემზადებოდა, იარაღდებოდა. მგონი დავიყვირე, საშინლად დავიყვირე და მაშინვე მივხვდი, რომ მათკენ მივიწევდი. ნაბიჯ, 10 სანტიმეტრით, აი წინა პლანზე ხის ფოთლები მელოდიურად შრიალებენ. კადრიდან პარაპეტის ქვაზე გაჩენილი ლაქა გაქრა. ქალის შემკენ თითქოს გაოცებისგან შემობრუნებულმა სახემ ზრდა დაიწყო და მაშინ ოდნავ გვერდით გავიწიე. მინდა ვთქვა, რომ კამერამ გაიწია გვერდით და ისე, რომ ქალი მხედველობიდან არ დაეკარგა. კაცთან მიახლოება დაიწყო, ის კი დაბნეული და გაცეცხლებული, თვალების ადგილას გაჩენილი შავი ღიობებით მიყურებდა, თითქოს ლამობდა, ჰაერში რამეზე მივეჭედებინე და მაშინ ფოკუსის მიღმიდან დიდი ჩიტი დავინახე, რომელიც ერთი აფრენით გადაეფარა ამ წარმოსახვას. მე კი ჩემი ოთახის კედელს მივეყრდენი და სიხარული დამეუფლა, რადგან ბიჭი უკვე გარბოდა. ვხედავდი როგორ გარბოდა, თავად ფოკუსში მოვახერხე მისი დანახვა, როგორ გარბოდა. კი არ გარბოდა, ბოლოს და ბოლოს ესწავლა ფრენა და უკვე მიფრინავდა. სახე ქარისთვის შეეშვირა, მოახერხა, ხიდი გადაევლო და ქალაქში დაბრუნებულიყო. მეორედ გაუშვეს ხელიდან.
გაქცევაში და თავის მყიფე სამოთხეში დაბრუნებაში მე დავეხმარე. სუნთქვა შეკრული პირდაპირ იმ ორ დანარჩენთან გავჩერდი. რა აზრი ჰქონდა კიდევ რამის კეთებას? თამაში დასრულებული იყო. ულმობლად მოჭრელ კადრში ოდნავღა ჩანდა ქალის მხარი და თმის კულული. თუმცა ჩემ წინ კაცი იდგა და ვხედავდი ღიად დარჩენილ პირში ენა როგორ უცახცახებდა, ხელს მაღლა ნელა როგორ სწევდა, წინა პლანკისკენ როგორ იშვერდა, წამით ფოკუსში შესანიშნავად მოხვდა. შემდეგ კი მისი ბუნდოვანი გამოსახულება ყველაფერს ერთიანად გადაეფარა, კუნძულს, ხეს და მე თვალები დავხუჭე, რადგან მეტის დანახვა აღარ მინდოდა. პირქვე დავემხე და ნამდვილი იდიოტივით ავქვითინდე. ახლა დიდი, თეთრი ღრუბელი მიცურავს, როგორც ყოველდღე ამ ბოლო დროს. მთელი ამ დიდი დროის მანძილზე. ახლა სალაპარაკო აღარაფერია, მხოლოდ ამ ღრუბელზე თუ ვილაპარაკებთ, ან ორ ღრუბელზე, ან ხანგრძლივად, სრულიად მოკრიალებულ ცაზე, ქაღალდის სუფთა ოთხკუთხედზე, რომელიც ჩემი ოთახის კედელზეა მიკრული. პირველი, რაც დავინახე, როცა თვალი გავახილე და ცრემლები ხელით შევიმშრალე, სრულიად მოწმენდილი ზეცა იყო და ღრუბელი, რომელიც მარჯვნიდან წინ ნელა მოიწევდა. თითქოს თავს იწონებსო და სადღაც მარცხნივ იკარგებოდა. მას მეორე ღრუბელი მოჰყვებოდა. ხანდახან პირიქით, ყველაფერი რუხდება, ყველაფერი უზარმაზარ ღრუბლად გადაიქცევა ხოლმე და მაშინ წვიმის წვეთები იწყებენ სვენას, გამოსახულებას ხანგრძლივად აცივდებიან, თითქოს ცრემლი ჩემში ჩაედინებაო და არა პირიქით, მაგრამ მერე ის კვადრატი ნათდება, როგორც ჩანს, მზე გამოდის და კვლავ ღრუბლები იწყებენ ცურვას, წყვილ-წყვილად ან სამ-სამადაც კი. და კიდევ, მტრედები გამოჩნდებიან ხანდახან და მათ ზოგჯერ თითო ოროლა ბეღურაც გამოერევა ხოლმე. წიგნის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.